საინტერესოა რა ხდებოდა აგვისტოში და რა ხდება ახლაც ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების მიმართულებით. ამ დროისთვის კვლევითი ორგანიზაციებს დაჯამებული ციფრები არ აქვთ და ის მზად დაახლოებით 10 დღიან პერიოდში იქნება, ამიტომ იქამდე შევეცდებით ამბები იმ გაერთიანებასთან მოვიკითხოთ, რომელიც რეალურ დროში ადევნებს თვალყურს მთელ ამ პროცესს და სტუდიაში საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ნატო ბოჭორიშვილი გვერდდება. დღემშვიდობისა ნატო, მადლობა რომ პირველ გადაცემაში ვსტუმრობთ და ერთად შეგვიძლია შევაჯამოთ საფულის მონაცემები და პირველი კითხვა ცხადი ასეთი იქნება. პრინციპში ერთი თვე აღარ მიგვიწვია ჩვენი მაყურებლისთვის ინფორმაცია რა ხდებოდა ბაზარზე და ჯამში თქვენ როგორ უყურებთ ბაზრის ანალიტიკას და სურათს, რამდენად დატვირთული იყო აგვისტო. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ასევე გილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას. იმედი მაქვს, რომ ეს სეზონი ბევრად უფრო აქტიური და წარმატებული იქნება. რაც შეეხება ჩვენი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა აგვისტოს თვე, მიუხედავად ასე ვთქვათ, დასვენების და საშუალებულო რეჟიმისა. ამ პერიოდში ყველაზე მეტად უფრო აქტიური იყო აჭარის უძრავი ქონების ბაზარი, სადაც საკმაოდ აქტიურად განხორციელდა ტრანზაქციები. ასევე თქვენ როგორც ახსენეთ, ჯერჯერობით არ გვაქვს ოფიციალური მონაცემები, თუმცა ასე ვთქვათ, ჩვენი დეველოპერების უძრავი ქონების ასოციაციის წევრი კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციით საკმაოდ აქტიურად ასე ვთქვათ, პირველადი ბაზარიც გაიზარდა აჭარის რეგიონში. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა დეველოპერი არ არის უძრავი ქონების ასოციაციის წევრი და ჩვენც თქვენთან ერთად დაველოდებით იმ ოფიციალურ მონაცემებს, რომელსაც ვინ არის მყიდველი აჭარაში, როცა ვსაუბრობთ რაღაცა საინვესტიციო უძრავ ქონებაზე, ადგილობრივები რამდენად არიან და უცხოელების შემთხვევაში ვინ არის ის, ვინც ინტერესდება? ძირითადად მოგეხსენებათ, რომ აჭარის ბაზრით ინტერესი ყოველთვის უფრო უცხოური ბაზრიდან იყო ხოლმე, ეს იყო როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ასევე გალფის ყურის ქვეყნები. დღესდღეობით მსგავსი ტენდენცია შენარჩუნებულია, თუმცა საქართველოს მოქალაქეებიც ახორციელებენ ინვესტიციებს აჭარის რეგიონში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მათთვის უფრო აქტიური სეზონი, აი საახალწლო და შემოდგომის პერიოდი უფროა თვითონ ჩვენი, ასე ვთქვათ, სყიდველობითი ბუნებიდან გამომდინარე. რადგან გაქირავებაზე ვსაუბრობთ და აჭარის ბაზარზე, უნდა ვიკითხო, სეზონურობის ჭრილში თუ არ შეიცვალა რამე. მაგალითად, გახანგრძლივდა ზაფხულის სეზონი. ან მუდმივად იყო საუბარი, რომ როგორ უნდა გახდეს აჭარა 4-ვე სეზონის ლოკაცია, ესე ვთქვათ. ამ ხრივ რაიმე ცვლილებები თუ არის ბაზარზე? იცით, სეზონის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ნამდვილად შეინიშნება ტენდენცია ბოლო პერიოდის განმავლობაში, მით უმეტეს ახლა მაგალითად თუ მივადევნებთ სამომავლო პროგნოზს, სექტემბერით საკმაოდ თბილი თვე იქნება სინოპტიკოსების დაპირებით, შესაბამისად ეს აისახება იმაზე, რომ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა და დარჩება აჭარის რეგიონში. წელს სხვათა შორის საკმაოდ გააქტიურებულია ქობულეთიც და ურეკიც დამსვენებლების რაოდენობის თვალსაზრისით და გასულ წელთან შედარებით ბევრად უფრო უკეთესი სეზონია. ასევე ამაჩვენებლებს ცხადყოფს სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები, მაგალითად ჩვენი მსხვილი ბანკების კლიენტების ხარჯვითი ნაწილი, ანუ ტრანზაქციები, რომლებიც ხორციელდება ძირითადად კვებით და სასტუმრო ინდუსტრიებში, აჭარის რეგიონში და ასევე თბილისში, საკმაოდ დიდი მოცულობა არის იქიდან ტურისტული ნაკადებიდან წარმოქმნილი და გარდა ამისა, ასე ვთქვათ, აქტიურობა რაოდენობრივი მხრიდანაც შეინიშნება და ორი კითხვა დამიბადა შენი პასუხიდან გამომდინარე. პირველი, ტურისტული მიმართულებით წელს გააქტიურებული იყო რამდენიმე აზიური ბაზარი, ჩინეთი, მათ შორის ინდოეთი ძალიან გაიზარდა. ეს ხომ არ აისახება უძრავი ქონების მოთხოვნაზეც და ამ ქვეყნებიდან რამდენად შეიძლება ვხედავდეთ, ან რაიმე პირველი ნიშნები ხო არ არის და მეორე კითხვა აქვე ვიკითხავ, მაგრამ რადგან ქობულეთი და ურეკიც გააქტიურებულია, იქ რამდენად არის სამშენებლო მიმართულებით შეთავაზება და თუ არის ინტერესი გაყიდვების კუთხით? კარგით, პირველი კითხვიდან დავიწყებ, რაც შეეხება ინდოეთის და ჩინეთის ბაზრებს, მოგეხსენებათ ეს ასე ვთქვათ, დადასტურებული ფაქტია, რომ ეს ასე ვთქვათ, ტურისტები არ არიან მაღალბიუჯეტიანი და მაღალი შესყიდვის მქონე ტურისტები ყველა ქვეყანაში. სხვათა შორის, ანუ სტატისტიკური მონაცემებს, რასაც გადავხედე, ეს ტრანზაქციების საშუალო მოცულობასაც შეეტყო, თუმცა მეორეს მხრივ მათი ხარჯვითი ნაწილი, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაზე ახდენს გავლენას და შესაბამისი ცვლილებები გვაქვს თუნდაც დოლარის და ლარის, უბრალოდ ლარის გამყარებასთან მიმართებაშიც. გარდა ამისა, ანუ რა თვითონ უძრავი ქონების ბაზარზე დეველოპერულ ჭრილში, ბაგმაში, ურეკში ნაკლებად არის სიმართლე გითხრათ აქტიურობა განსაკუთრებით დიდი პროექტების მიმართულებით, მაგრამ ქობულეთში შეინიშნება ამ კუთხით სხვადასხვა პროექტები, რომელიც ბაზარზე არის გამოტანილი, მაგრამ რეალურად სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, მაინც ძირითადი
ბაზარი უძრავი ქონების ეს არის ახალ ბულვარში მიმდინარე მშენებლობები და იქ შეძენით განხორციელებული ტრანზაქციები ეს შეადგენს უფრო ძირითად ნაწილს. სანამ თბილისში და უფრო აქეთ დავბრუნდებით, ისევ შავი ზღვის სპილეთზე ვიკითხავ. აი საუბრობდით, რომ ძირითადი ბირთვი მაინც ბათუმია, მაგრამ იქ რაღაც ჩაქვშიც არის მშენებლობები და ასე შემდეგ. წელს ძალიან პოპულარული იყო მალთაყვას სანაპირო. და ფოთის მიმართულებით ან მალთაყვას მიმართულებით ხო არ არის რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი გეგმები, რომელიც უძრავი ქონების ჭრილში გააჩენს კიდევ უფრო მეტ რაღაცა მიზიდულობის ცენტრებს და ახალი პროექტები შეიქმნება. ფოთის სხვათა შორის გენგეგმაზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს ეს ინსტიტუტის მხრიდან. კი ბატონო, გენგეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა. მე პირადად მქონდა შეხვედრა ორ დეველოპერთან, რომლებიც განიხილავენ, ასე ვთქვათ, გარკვეულ საინტერესო პროექტებს ფოთის და მალთაყვის მიმართულებით და გრძელვადიან პერსპექტივაში იქიდან გამომდინარე, რომ ბათუმში საკმაოდ უკვე ინტენსიური განაშენიანებაა, როგორც ფოთს, ასევე ურეკს და შესაბამისად ქობულეთსაც აქვს პოტენციალი, რომ განვითარდეს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ბუნებრივი და კლიმატური პირობები მათ ნამდვილად უწყობს ხელს ამაში და იმედი მაქვს ახალი პროექტები მალე გვექნება. და იმედი მაქვს, რომ ესე იგი მალთაყვას პლაჟზე კიდევ უფრო ბევრ ხალხს ვიხილავთ. საოცარი პლაჟი იყო, ხალხს ეგონა რომ საქართველოს არ იყო, მოკლედ და რაღაც ესეც ერთ-ერთი ის იყო გამორჩეული ამბა. ეხლა ცოტა აქეთ გადმოვინასვოთ, ხო? ხო, ფასებიც საინტერესო იქნება. დავრჩეთ ბათუმში, ვერ გამოვდივარ ჩვეულებების განწყობინა და შესაბამისად ზღვისპირეთში მოგზაურობ. ფასებზეც მოკლედ და მე თბილისზე ვისაუბრეთ, ისევ გაიზარდა თუ არა, კვლევები აჩვენებდა, რომ ივნისში ზრდა იყო და რეალურად აგვისტოში რა ხდება. კი ბატონო, აგვისტოში მნიშვნელოვანი ზრდა სიმართლე გითხრათ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით არ ყოფილა, მაინც უფრო შენარჩუნდა ეს ზაფხულის ტემპი და ზაფხულში დეკლარირებული ფასები და პრინციპში უკვე წელსაც აღარ ველოდებით, იმიტომ რომ მაინც აჭარის რეგიონისთვის სეზონი უკვე ნელა მიწურულს უახლოვდება. გუგა დაუბრუნდეთ თბილისში. დაუბრუნდით თბილისში. მოდი თბილისამდე იმერეთზეც ვიკითხოთ, თუ არის რაიმე ინფორმაცია და ბაზარი ხო არ აქტიურდება, მათ შორის გაქირავების ნაწილში ან გაყიდვების ნაწილში ახალი პროექტები ხო არ ჩნდება და ბოლოს მოვიტოვოთ თბილისი. იმერეთს რაც შეეხება ქუთაისს უნდა ვისაუბროთ ამ ნაწილში, სხვათა შორის, ანუ დეველოპერების მხრიდან არის გარკვეული ინტერესები, როგორც დეველოპერული პროექტების მიმართულებით, ასევე სასტუმროების მშენებლობის კუთხით და რამდენიმე დეველოპერმა სხვათა შორის დაიწყო უკვე მშენებლობა მიმდინარე წელს და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, საკმაოდ კარგი გაყიდვების ტემპითაც გამოირჩეოდა. სხვათა შორის, აი რამდენიმე წლის წინ რაღაც პატარა კვლევა ჩატარდა და ინფორმაცია თითქოს ამ კვლევის შედეგად იყო ისეთი, რომ განსაკუთრებით ზუგდიდს და ქუთაისს ეხებოდა დეველოპმენტის ნაწილში, რომ მრავალსართულიან ბინებზე უფრო ნაკლები ინტერესი იყო ადგილობრივების მხრიდან. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ტენდენცია ფაქტია, რომ შეიცვალა, იმიტომ რომ დღესდღეობით ანუ ქუთაისში მიმდინარე დეველოპერული პროექტები საკმაოდ ნორმალური ტემპით იყიდება. და ქუთაისს ერთი დიდი პლუსია კიდე სხვა ბევრი პლუსების გარდა, რომ არ არის ძალიან მაღალსართულიანი შენობები. რაც ქალაქის არქიტექტურიდან გამომდინარეობს და ეს დასაფასებელია, რომ ბევრი შეცდომები რაც სხვა ქალაქებშია დაშვებული, ქუთაისში შედარებით გამოსწორებული. წამოვიდეთ თბილისში ახლა. თბილისში როგორი სიტუაცია? ამბობენ რომ ძალიან ცხელი აგვისტო იყო. თბილისში იყო ნამდვილად ძალიან ცხელი აგვისტო და თვითონ ანუ დეველოპერული პროექტების გაყიდვების კუთხით მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ზრდა და აქტივობა სიმართლე გითხრათ არ შეინიშნებოდა, თუმცა არა ძალიან განსხვავებული წინა წლის აგვისტოსთან შედარებით. ანუ თბილისისთვის მაინც ეს პერიოდი უფრო ისეთია უსაცობო, მშვიდი, ნაკლები აქტიურობა უძრავი ქონების ტრანზაქციებში, მაგრამ მაინც რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ, გაყიდვები ცხადია განხორციელდა და აი ხა უკვე პრინციპში იწურება მესამე კვარტალი სექტემბრის ბოლოს და დეველოპერები სექტემბერში დარწმუნებული ვართ უფრო მეტად გააქტიურდებიან. ჩვენ წეგან გადაცემის ანონსში ვახსენეთ, რომ ქირის ნაწილში თბილისში გრძელდება შემცირებები, ხოლო აჭარაში არათუ შემცირდა ძალიან მცირედით, მაგრამ ოდნავ მომატებულია. თბილისზე რადგან ვსაუბრობთ, პროგნოზი როგორია? სადამდე შეიძლება დასტაბილურდეს ქირის რაღაცა ის ნიშნული რა შეიძლება იყოს, სადაც უნდა ჩავიდეს? სხვათა შორის, აი რაც შეგრძნების დონეზე როცა ვსაუბრობთ ხოლმე კოლეგებთან, ანუ ძირითადად რატომღაც სულ გონია, რომ აი ცოტათ შეიძლება დაიკლოს და გაჩერდეს, მაგრამ რეალურად ან ტენდენციურად უკვე შევხედეთ, რომ
მნიშვნელოვანი ცვლილებები ნელ-ნელა უკვე განხორციელდა ამ მიმართულებით. კომერციულ უძრავ-ქონებაზე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ნაწილში ის მოთხოვნადი ეგრეთ წოდებული რიტეილის კომერციული ფართები, ანუ რომელიცშიც ბიზნესები უშუალოდ რაღაც გარკვეულ არიან წარმოდგენილები, ამ კუთხით შემცირება არ შეინიშნება და პირიქით, ანუ მოთხოვნა კიდევ და კიდევ უფრო იზრდება. საოფისე ფართების მიმართულებით, ანუ გემახსოვრებათ ის პერიოდი, როცა გარკვეულწილად რაღაც სხვადასხვა ამერიკული ორგანიზაციები, მათ შორის USAID დაიხურა და ბევრი USAID და მათი შვილობილი კომპანიები გავიდნენ ბაზრიდან და შედეგად ბევრი ფართი გამოთავისუფლდა, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ანუ რაღაც მოახერხა ბაზარმა ის, რომ ეს ფართები მეტნაკლებად უკვე შეივსო და პირიქით უკვე მოთხოვნაც დამატებითი წამოვიდა. ნეტო ბოლო კვლევებში ჩანდა, რომ თბილისში გაიზარდა უცხოელების წილი, თუ აჭარაში ძირითადი მეოთხედი მე მგონი მოდიოდა უცხოზე 5-დან 4 უცხოელი იყო, თბილისში შემთხვევაში ასე არ იყო და ბოლო პერიოდში აჩვენებდა ეს ზრდას იგივე ისრაელის მოქალაქეების ხარჯზე და სხვების. აი ზაფხულზე როცა ვლაპარაკობთ, რომ იყო ასე თუ ისე აქტიურობა, რა წილი მოდიოდა უცხოელებზე, ან ვინ არიან ეს უცხოელები, ვისთვისაც შეიძლება თბილისში უძრავ-ქონებაში ინვესტირება იყოს დღეს საინტერესო. თბილისის შემთხვევაში არ შეცვლილა საერთო სურათი დიდად, იმიტომ რომ ძირითადად ანუ ზაფხულის პერიოდში, როცა უცხოელები ჩამოდიან, ანუ ტურიზმთან ერთად გარკვეული ტრანზაქციების განხორციელება ხდება ხოლმე საინვესტიციო მიზნობრიობით და წელსაც ჩემი ასე ვთქვათ ხელთარსებული ინფორმაციით ტენდენცია შენარჩუნებულია ის იგივე ისრაელის მოქალაქეები ეს იქნება გალფის ქვეყნები თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები ანუ მათი მხრიდან ისევ სტაბილური იყო ინტერესი რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებები რადგან შეიძლება ვთქვათ რომ ბაზარზე რაღაც გავლენა მოახდინა ან რაღაც მნიშვნელოვანი რაოდენობის შეძენა შესყიდვა განხორციელდა ჩვენ ასოციაციაში ყიდვის არხები ძირითადად რა არის თბილისის შემთხვევაში ჩვენ თქვით რომ იპოთეკური საზღები მიუხედავად სახალისებისა შემცირებულია შიდა განმადებები იზრდება ის როგორ ნაწილდება და ამ კუთხით ხომ არ გვაქვს ნახეთ როგორი სიტუაცია ზოგადად უცხოელი მყიდველისთვის დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განმადება არ არის ყოველთვის მიმზიდველი თვითონ ქვეყან ანუ რისკებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ ბაზარს არ იცნობენ შესაბამისად რომ რაღაცა 2 და 3 წლით ნდობა გამოაცხადა ამიტომ ამ მიმართულებით რაღაც გარკვეული სამუშაოები არის ჩასატარებელი რომ უფრო შეუძლოთ უცხოელი ინვესტორების მოზიდვა შიდა განმადებები ყველაზე აქტუალური და რეალურად ცოტა იპოთეკის ჩამნაცველებელი პროდუქტი და ალბათ სწორედ მიზეზით გარკვეულწილად ეგ იქნება ეგ არის რომ არა მხოლოდ ასე ვთქვათ ტარიფი იპოთეკურ სასხებზე არამედ მოქნილი პირობები დეველოპერებისგან აი ძალიან გრძელვადიან განმადებებსაც გულისხმობ ამ შემთხვევაში ანუ არა მხოლოდ უშუალოდ მშენებლობის პერიოდში არამედ 5 წლით ზოგიერთმა დეველოპერმა 10 წლითაც გამოაცხადა ანუ ეს იმდენად საინტერესო არის მომხმარებლებისთვის რომ რა თქმა უნდა საბანკო პროდუქტებს უწევს კონკურენციას. რატო და ბოლოსკენ მაქვს ერთი კითხვა. პრინციპში არხებს და გაყიდვების მეთოდებს ეხება. რამდენად გაიზარდა და გაღრმავდა ურთიერთობები დეველოპერულ კომპანიებსა და საბროკერო კომპანიებს შორის? და ამ კუთხით ტენდენცია როგორია? მოდით შევადაროთ გასულ წელთან შედარებით წელს ძალიან ბევრი დეველოპერი უკვე აქტიურად თანამშრომლობს საბროკერო კომპანიებთან. მაგალითად, ანუ რამდენიმე კომპანიამ ასევე მოახერხა ის, რომ დეველოპერებმა სპეციალური პრეზენტაციები გამართეს საბროკერო კომპანიებისთვის, ასე ვთქვათ, აძლევენ ექსკლუზიურ პორტფელს ქონებების, რომელთა რეალიზაციასაც შემდეგ უზრუნველყოფენ ბროკერები და ბევრად აქტიურებული და გაღრმავებულია დეველოპერებსა და საბროკერო კომპანიებს შორის თანამშრომლობა, რაც ჩემი აზრით ბაზარს და გაყიდვებს უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტად დაეტყობა. ძალიან დიდი მადლობა, იმედია რომ ბევრი კარგი ამბები გვექნება მიმდინარე სეზონზე უძრავი ქონების მიმართულებით წარმატებები.